ერთი წელი გავიდა იმ დაპირებებიდან, რომელიც გასცა ქართული ოცნების მთავრობამ. არც ერთი არ არის შესრულებული, რასაც ხედავთ, მხოლოდ ისაა, რომ მთავრობა ხელმძღვანელობს შერჩევითი სამართლით და დღეს თუ არის სახელმწიფო ინსტიტუტები და თუ საქართველოს თითეული მოქალაქე ამით ამაყობს, მისი ავტორი მინდა შევახსენო საზოგადოებას დღეს ციხეშია და ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და მე მოუწოდებ მთავრობას, რომ ნუ იხელმძღვანელებს შერჩევითი სამართლით. ყველაფერი თვალნათელია, რომ ეს დაპირებები არ შესრულებულა, ყველა ხედავს უკვე ამას. ძალიან უხვად გაიცა წინასაარჩევნოთ დაპირებები და მათი ნაწილია მხოლოდ დაწყებული, ნაწილია, მცირე ნაწილი, ალბათ 1 თუ 2, ზუსტად არც ვიცი და არც პირი უჩანს, რომ 4 წლის შემდეგაც რამე კარგი მოხდება. და აქვე არის წარმოდგენილი ფოტოები, ხო, რომელიც წინა ხელისუფლების დროს, კერძოდ კი ახლა პოლიტიკური პატიმრის ვანო მერაბიშვილის მიერ არის ინიცირებული და გაკეთებული ეს პროექტი და თვალნათლივ შეგვიძლია შევადაროთ აი ეს ჰაერში აფრენილი ოცნების ფუჭი დაპირებები და რეალური გაკეთებული საქმეები. მე ძალიან მინდა რომ შესრულდეს ის დაპირება, რომელიც მივიღეთ წინასაარჩევნოთ. და ამას ვამბობ გულწრფელად, იმიტომ რომ ეს აუცილებელია იმისათვის, რომ აი ამათ თავობამ მომალმა უკეთ იცხოვრონ. მე მოუწოდებ თავრობას, რომ აქტიურად ჩაერთონ იმ დანაპირების აღსრულებაში და შეუწყონ ხალხის ბედნიერად ცხოვრებას ხელი.